თემუკა. ეს არის მილანში წაგიყვანო და იქ ვიშოპინგებთო? სად მომიყვანე? რა არის ეს? ლილოში ვარ. რა მინდა ლილოში? ხო და მიმყავხარ იმ მილანში, უბრალოდ გზად გავიარეთ ეს რა, გამოვიარეთ და მე აქედან გადავალთ პირდაპირ. აი შენ სანამ ხუმრობ მე შეიძლება გავგიჟდე. თემუკა რა მინდა ლილოში? შენ ხო მითხარი მილანში წაგიყვანო, აი ლილოში რა მინდა? აი რა გჭირს, რა დაგემართა ახლა ვერ გავიგე. რომ მოვდიოთ ძალიან ბედნიერი იყავი, ახლა რა მოგივიდა? აი მე დედა შენი 2 დღეა მეუბნება მაგარ ოპტავოიში წაგიყვანო და მეგონა რომ რაღაც სვეტსკი მაღაზია იქნებოდა და არა ლილო და აღმოჩნდა ლილო. კაი უცებ ვიყიდით ტანსაცმელს და წავალთ ახლა რა კი რა, არ მინდა რა, ვინმე რომ დამინახოს შემრცხვება, თემუკა გამიგეკთხო. უშ დავიმალები მაინც რომ იქნებ ვინმე არ მიცნოს მე რა ვიცი. ხო გუჯა? ხო, ვეღარ მოგაქციე ყურადღება, როგორ ხარ? ხო, აგი ჩემი რძალი წამოვიყვანე ახლა ლილოში რომ აუჩიო ნაირები. შერაშვრები. ბიჭო, სათვალები გადამინახე ერთი რა, 1-2 ცალი. ვიცი, კაცო, 1-1-ში არის, აბა რა. ვიცი, კოდები ზეპირად ვიცი, ხო? კაი. ნახე, რა გვარია და კაკაბაძე, ნინო. არა, ნინო. კაკაბაძე. გუჯა, კაკაბაძე, ნინო. ეს არის ეს, ხო, აბა, ჩემი რძალი. ყველას გააგებინა, ვინ ვარ, რა მქვია, რას ვაკეთებ აქ, თემუკა, დამალვასაც აზრი არ აქვს, ხვდები? ხო და არა უშავს. ხო დაგინახავენ და იმასაც დაინახავენ რომ ნერვიულობდი. გაიგე, ხო იტყვიან ლილოში იყო, მაგრამ იმასაც იტყვიან რომ ღილავდა ძალიან და ძალიან ნერვიულობდა. ხო, შვილო შენ ერთი გამაგებინე. რატო ნერვიულობ? დაწყნარდი დედიკო. დედიკო. ნახე რა კაი კაბა, ჩაიცვი და იქნე, მეტი რა გინდა. დედიკო, სადმე რომ წავიდეთ სხვაგან მაღაზიაში და იქაც ვიყიდოთ, ხო შეიძლება, აუცილებელი ხო არ არის, მხოლოდ ლილოში ვიყიდოთ, ჰა? რას ლაპარაკობ, შვილო, მაღაზიიდან მოდიან აქ და აქედან გააქვთ ყველაფერი. ეს არის ნამდვილი ბრენდები. რა გინდა, ჰა? მესმის, მაგრამ მე აქ ვერ ვარჩევ, ყველაფერი ერთმანეთზე ყრია და მე მიყვარს რომ მოვიზომავ, როგორია, თან მეც ხო კარგი გემოვნება მაქვს, არა? არა, გემოვნება რომ კარგი გაქვს, ვიცი შვილო, თორე ჩემ ანგელოს კი არ შეხვდებოდი. მე რა გინდა, არ მიხდება, დედა, ნახე როგორ ავარჩიე. შენ კი გიხდება შვილო, თორე მაგას თუ უხდები, ეგ არის საკითხავია, მე გკითხე მე. შენ მოგიტყვა დედა. რა მითხარით? არაფერი დედა, ანუ მოისინჯე თქვა, რომელი კაბა გინდა, ნახე ესეც რა კარგია. აი რომელი კაბა, აი მაგალითად ეს ძალიან კარგი კაბა. ნახე, გრილი, რომ მისცემ ხომი ამ ხელაფულს რო გადაიხდი, აჰა. რა გინდა? ეს არ არის ბრენდი. რას ლაპარაკობ, შვილო, აი აქ ჩამოდის, აი აქ არის სულ ბრენდები. აი ახლა მაგალითად მოდი კითხო, აი ეს ზედა არის შანელის, ნახე რა ღირს. 22 ლარი. ნაღდი შანელია. მისცემ წახვალი ქით და რა ვიცი, მიათხლი შანელი. დედა, ეგ არის ხანელი და არა შანელი. რა არის 25 ლარიანი, როგორი შანელია? რა ხანელი? ხანელი, შანელი არა, ერთი არის, კაცო ეს. ნეტა ერთი ვინ აკვირდება? შანელი ერთია. 23 ლარში მოგცემენ, აჰა, შვენიერია. მოდი აქ. რა გინდა რა? რა კარგები. აი შენ ხარ მოსაკლავი. რატო? აი ვინმე რომ დამინახოთ ჩემო ვაკელმა მეგობრებმა, აი რას იფიქრებენ? აი მაგათთვის მართლა რა მნიშვნელობა აქვს ახლა მე რას უნდა მიხვდნენ ეგენი ჩაუგდე ის არა ქვია მეპი ჩაუგდე ლოკაცია და შორს ხო იქნება და იფიქრებენ რომ საზღვარგარეთ ხარ всё კონტროლი და ვერ მიხვდებიან აი დარწმუნდნენ შენ თავს ვისაუბრებ თუ მიხვდნენ დამიჯერე რა აი გეყოს რა არ გცხვენია საერთოდ სად წამომიყვანი აქ რაღაცა ის როგორი პრეტენზიული რძალი მყავსო შტერიო შტერაკუდაო ამბიციურიო დედიკო ენაცვალო სამას მოთხოვნილებები როგორი გვაქვსო ვაიმე რა მოიტანეო შენ თვითონ ერთი რაღაცა პატარა მე დედი მაგრამ ამბიციები გვაქვსო დედიკოსიო დედიკო არ მომწოს ეს ლილო და რა გავაკეთო მე არც მე არ მომწო ხარ შვილო შენ მაგრამ რა გავაკეთო წამოდი ახლა ფარდებში იქნებ ნერვები დავიწყნა რომ ცოტა წადი რა წინი არის შვილო მე წამოდი წავიდეთ ფარდებში არა დედამფილებთან აქ გრძელიანა და დედამთან მოკლე წადი წინი არის აი ფარდები აჰა ახლა ამის ვაიმე ეს ვინ მოსულა ნინიკო ვაიმე დამალე გეხოცები მოდი აქ მოიწია რა ქერმა გადმოგაგდო აქეთ ვაიმე წამოდი რა დედა რა ფარდებში საფეხსაცმელებზე ხარ მოსული ვაიმე დედა წამოდი გეხოცები ფარდებში ეს დადიოდა ეს ხაბა აი წინი არის დამალე თავი რა ზონზებში არ გამოხდები